არსებობს ყველაზე დიდი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც კონსტიტუციას ეძახიან. მაგაზე დიდი დოკუმენტი უბრალოდ არ არსებობს და ამ კონსტიტუციის 21 მუხტში ესე სიტყვით წერია, რომ ყველას აქვს უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე გამოხატოს საკუთარი პროტესტი. ხო და ეხლა ეს ხოცება რომ მიიღეს კანონი, რომ თითქოს ვიღაცას უნდა შეუთანხმო, რომ სადღაც აქციის მოწყობა გინდა და ასე შემდეგ. პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ყველაზე დიდ სამართლებრივ დოკუმენტს. ხო და უნდა დავიცვათ კონსტიტუცია, ისევე როგორც უნდა დავიცვათ ყველა სხვა ზირეული უფლება, რომელიც ადამიანს გააჩნია. ერთ-ერთი არის ზუსტად ეს აზრის გამოხატვის უფლება, ერთ-ერთი არის ზუსტად ეს პროტესტის გამოხატვა და ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ უბრალოდ თუ გავატარეთ და არაფერი მოვიმოქმედეთ, აი აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებენ რა. სახლში შემოგივარდებიან კი არა. აი რა ვიცი, ყველაზე წარმოუდგენელი უტოპია რაც გონიათ რომ გააკეთებენ, მაგას გააკეთებენ, ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენი სიტყვა, ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, ეგ არის და ეგ რა. ხო და ეგეთ დროს უბრალოდ არ შეიძლება უმოქმედოდ ყოფნა. არ ვიცი რა მაგალითები უნდა მოვიყვანო, რომ გამოვიდეთ და დავიცვათ ჩვენი ზირეული უფლებები, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება. ტელევიზორიდან ყურება ამ პროცესებით რაც ახლა მიმდინარეობს, იმიტომ რომ დაღუპავს რა. სახელმწიფოს დაღუპავს, რომის მშენებლობასაც ამდენი წელი მოუნდა და ჯერ კიდევ რაღაც პროცესშია, ხო? ხო და დაიღუპება ეს ქვეყანა და იმდენი წელი დაგჭირდება, მე ისევ ამ ეტაპამდე რომ მოვიდეს, რომ უბრალოდ არ ვიცი, კატასტროფის წინაშე დგავართ რა. და აი ახლა არის ის დრო, როცა ხმა უნდა ამოვიღოთ რეალურად.